დღემშვიდობისა თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეასი ჭნავასთან ერთად საუბრობთ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში. მას ასე. ჩატარდა უკვე 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები, გავიარეთ არ შემდგარი და ჩაშლილი რევოლუციური ეტაპი და დღეს უკვე შეგვიძლია გავაანალიზოთ ორივე მოვლენა სტუმართან ერთად. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ლევან, მადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენ უშუალოდ იყავით საარჩევნო პროცესში ჩართული, მოდით ვიდრე ამ 4 ოქტომბრის მეორე ნაწილს გავაანალიზებთ, მოდით პირველ რიგში კითხავთ როგორც შტაბის ხელმძღვანელს, ანუ ეს არჩევნები რთული იყო თქვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტი ცოტა ყავდათ, მოდით ესე რომ ვთქვათ. პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენ მსმენელს. ქართულმა ოცნებამ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა არჩევნებზე ხდება ხოლმე, თვეებით ადრე დავიწყეთ საშტაბო მუშაობა. უკვე წინა საარჩევნო კამპანია ჩვეულებრივად როგორც კანონით არის გათვალისწინებული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვემზადებოდით ნებისმიერი სცენარისთვის, ნებისმიერი კონფიგურაციისთვის და ჩვენთვის მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ჩვენი მრჩეველი, ვინც ყავს იდენტიფიცირებული, რომ მოგვეხდინა მათი მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა. და საკმაოდ დიდი სამუშაო გაიწია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამას ხატყობს, რა თქმა უნდა, ის მხარდაჭერა, რაც ჩვენ გქონდა ამ არჩევნებზე, მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, რომელმაც ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. ფაქტობრივად თითქმის იგივე ციფრი გამეორდა, რაც იყო 2024 წლის არჩევნებზე და მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და რა თქმა უნდა, ყველა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გვერდში დგომისთვის და ამ სწორი არჩევნის გაკეთებისთვის. არჩევანი რეალურად მათთვის მარტივი არის, ხომ ჩვენ ამ მრჩეველს გულისხმობ. რეალურად მათ არჩევანი გააკეთეს მშვიდობის სასარგებლოდ, არჩევანი გააკეთეს ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ, არჩევანი გააკეთეს ჩვენი იდენტობის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნების სასარგებლოდ და საქართველოს განვითარების სასარგებლოდ. და კიდევ ერთხელ მათ ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. კარგი, არჩევნების თემატიკას მათ შორის შედეგებსაც, მოსული ამ მრჩევლის რაოდენობასაც დაუბრუნდებით, მას შემდეგ რაც რევოლუციის ტალღამ გადაიარა, უკვე ამ ადამიანებისთვის დადგა არჩევნების შედეგების გაანალიზების პერიოდი, მაგრამ ძალიან ცოტა გვიან დაიწყეს ამ თემის გაანალიზება და ჩვენც გვიან დაუბრუნდეთ. მოდით ახლა 4 ოქტომბრის მეორე ნაწილს შევეხოთ, ის რაც მოხდა ქალაქში დღის მეორე ნახევარში. გავიდა რამდენიმე დღე. როგორ ფიქრობთ, აი რა მოვლენა იყო პირველ რიგში ის ადამიანები მართლაც იდგნენ მხოლოდ ამასთანავე თუ მათ უკან მოიაზრებთ კიდევ სხვა ვინმეს, გარდა იმისა, რომ ამბობთ, რომ ეს არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაცია, როგორ დაალაგდა თქვენთვის აი დღეს 7 ოქტომბერს სურათი, რომელიც განვითარდა 4 ოქტომბერს? რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო. ეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა თვეებით ადრე საუბრობდნენ ამ სცენარის განვითარებაზე, რაღაცა შენიღბული სიტყვებით, რომ მშვიდობიანი დამხობა, ესე ვთქვათ, და ჩვენ მათ ძალიან მკაცრად ვაფრთხილებდით, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იქნებოდა აღკვეთილი და შესაბამისად ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდებოდა რაღაცა რევოლუციური სცენარის მოწყობას ან ქაოსის შემოტანას ჩვენ ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს ეს უცხოელი აქტორი იქნებოდა თუ შიდა აქტორი, რა თქმა უნდა, იქნებოდა იდენტიფიცირებული და დაშლილი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით და რა თქმა უნდა, ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა ძალიან მაღალ დონეზე იმუშავეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა მინდა გამოვყო, მადლობა გადაუხადო ბატონ მამუკა მდინარაძეს და თითოეულ თანამშრომელს სუსის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს აღკვეთეს აბსოლუტურად ყველანაირი ძალადობა და ძალიან ბევრი პრევენციული ხასიათის ღონისძიება ჩატარდა. ეხლა ესე საჯაროდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ მუშაობს, თუმცა გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ, თუ რამდენი, ასე ვთქვათ, რამდენი საკითხი იყო, რომელიც პრევენციულად გადააზღვიეს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დღეს ჩაევლო ყოველგვარი ექსცესების გარეშე. ხო, ჩვენ ნახეთ იარაღის სამალავი, რომელიც აღმოაჩინა სუსმა. კი, თუნდაც ეს ერთ-ერთი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ვინაიდან ამ იარაღების გამოყენებას აპირებდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე, იქ ასაფეთქებელი ნივთიერებებიც იყო, მანამდე ვიხილეთ, რა თქმა უნდა, უკრაინიდან შემოსული ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ჯერ გამოძიება დასრულებული არ არის და არ არის დადგენილი, თქვა, სატრანზიტო ქვეყნად ვიყავით გამოყენებული, თუ ეს ადგილზე უნდა დარჩენილიყო, რისი ალბათობა ძალიან მაღალია, რა თქმა უნდა, ვინაიდან დროსა და სივრცეში ძალიან ისე უცნაურად
ემთხოვა ეს ყველაფერი, შესაბამისად ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა ძალიან მაღალ დონეზე იმუშავეს, ძალიან მაღალი სტანდარტით ჩაატარა სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე სტარდება ევროპის წამყვან ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია, რომ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში იხილეთ თქვენი აქციების, ასე ვთქვათ, აღკვეთის მცდელობები, სადაც ფაქტობრივად არ ვიცი, ქალბატონებზე ძალადობის ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ და ასე შემდეგ. ძალიან მაღალი სტანდარტით იმუშავა პოლიციამ და ყველაფერი აღკვეთილია, როგორც დავპირდით ჩვენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა არის სიმშვიდის და მშვიდობის რეჟიმი, ესე ვთქვათ. ძალიან კმაყოფილები ვართ იმ შედეგით, რა შედეგსაც მივაღწიეთ არჩევნებში. ჩვენ პირდებოდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებდით, პირდებოდით, რომ თბილისს აუცილებლად პირველი ტურით დავასრულებდით. ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები ჩვენი ოპონენტები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც დავპირდით ჩვენს მომხრეებს, რა თქმა უნდა, შევასრულეთ თავიდან ბოლომდე და შესაბამისად აღკვეთილი არის ყველანაირი საფრთხე ქვეყნის დამხობის, ესე ვთქვა და მიმდინარეობს ახლა იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ამ დამხობის სცენარში. 15-მდე პირი არის უკვე იდენტიფიცირებული, 13 დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეს პროცესი გრძელდება, რა თქმა უნდა. აი, თქვენ ახლა თქვით, რომ ეს არის წარმატებული, უმაღლეს დონეზე შესრულებული ოპერაცია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა, შესაბამისად დალოვან უწყებებთან ერთად. მაგრამ ალბათ მოისმენდით, რომ მეორე მხარე ავითარებს ასეთ მოსაზრებას, რომ ეს იყოს განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ეს აქცენტი, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია, რუსული მეთოდებით, რუსული სცენარით. ანუ მათთვის ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, რომ ის რაც მოხდა ათონელის რეზიდენციასთან, პრეზიდენტის სასახლესთან, რომ შედარებით უფრო უმტკივნეულოდ მოხდა აქციის მონაწილეების განრიდება, დაშლა, ათონელის ქუჩიდან, ასე ვთქვათ, გარიდება, ვიდრე მაგალითად სხვა შემთხვევებში, როდესაც იყო მძიმე ფაქტები. და ავითარებენ იმ მოსაზრებას, რომ ღობე იყო თითქოს მორყეული, მოკლედ იქ ბევრი რაღაც. აი, თქვენ რისი დასკვნის საშუალებას გაძლევთ ასეთი სახის მსჯელობა? ოპოზიცია მაინც ვერ გამოიტანა დასკვნა იქიდან რაც მოხდა, თუ რასთან გვაქვს საქმე? ანუ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და ეს მძიმე მდგომარეობა გამოიხატება სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებში. აქ პარალელს გავავლებდი სხვათა შორის შარშანდელ არჩევნებთან, როდესაც მათ წააგეს არჩევნები უთოუდირი საბოლოო ანგარიშად შევახსენებ ჩვენს მსმენელს, სადაც ხაზგასმული იყო, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ის რომ CSKO მოახდინა არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირება და საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება, თუ როგორი ბოდოები დაიწყეს მათ რაღაცა 300,000-400,000 გაყალბებულ ხმასთან დაკავშირებით, შემდეგ რაღაცა ისევ რუსული სპეც ოპერაცია უწოდეს იმას, რუსული ჩარევები, ასე შემდეგ. ყოველი ესეთი წარუმატებელი სცენარის შემდეგ ისინი იწყებენ ესეთი ტიპის ბოდოებს, ხო? ქალბატონის ზურაბიშვილისგანაც მიჩვეული ვართ, როდესაც წინა არჩევნებზე მაგალითად დაჟინებით იგი ამტკიცებდა, რომ ერთი ადამიანი 17-ჯერ აძლევდა თურმე სხვადასხვა უბანზე ხმას. ახლაც იგივე დღეში არიან, ძალიან მძიმე სიტუაციაში არიან, რაღაცნაირად ცდილობენ რომ გამოძვრენ ამ რთული ვითარებიდან, რაღაცნაირად ცდილობენ რომ თავიანთ ასე ვთქვათ, მხარდამჭერებს აუხსნან სიტუაცია, პირდებოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში რაღაცა მშვიდობიან დამხობას, საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ აბსოლუტურად გაცალმტვერდნენ და ახლა უნდა რაღაცნაირად ეს ყველაფერი აუხსნან. თან აქაც ერთი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როდესაც არავინ არ ემიჯნებოდა ამ მშვიდობიან დამხობას, ბრჭყალებში მშვიდობიანს, ნუ პირდაპირ სახელმწიფოს დამხობაზე და აყირავებაზე არის საუბარი, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ერთმანეთზე დაიწყეს გადაბრალებები, მას შემდეგ რაც მაგალითად ქალბატონმა ზურაბიშვილმა, ქალბატონის ზურაბიშვილი შეუერთა ამ აქციას, როდესაც ეს იყო ჩვეულებრივად დაანონსებული დამხობის აქცია და როდესაც მან დაინახა, რომ სცენარი ვერ ვითარდებოდა იმგვარად, რამგვარადაც მას ჰქონდა წარმოდგენილი, იგიც გაემიჯნა ნაციონალური მოძრაობის კიდე რამდენიმე წევრი გაემიჯნა და ეხლა შიგნით ოპოზიციაში არის სერიოზული დაპირისპირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ვინაიდან, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც დაინახეს, რომ არაფერი არ გამოსდიოდათ, ერჩიათ რომ გამიჯნობდნენ, რომ შემდეგ უკვე პროკურატურას კითხვები მათ მიმართ არ გაჩენოდათ და არიან ეხლა აი ესეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში და რაღაცეების
ბოდუებში და ამას კიდევ ერთხელ შეაფასებს ჩვენი საზოგადოება ამ ბოდუას. ეხლა მიდის პროცესი, როდესაც ხდება დაკავებების ახალი სერია იმ ღამიდან გამომდინარე და აქვთ უკვე მცდელობა რომ ახალი სტატუსი მოუგორონ ამ ადამიანებს პოლიტიკური დევნილების მოისმენთ ალბათ ამის შესახებაც და ისევ და ისევ მივდივართ ყველაზე ბოლო დროის ყველაზე ესე ვთქვათ აქტუალურ თემასთან როგორ უყურებს ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ანუ ის რაც ჩვენ ნახეთ დღეს სხვათა შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში სადაც მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგები დღე და ყველა ნიუანსი გააცნეს მაგრამ ამას უსწრებდა წინ ევროკომისიის განცხადება და რამდენიმე სახელმწიფო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვერ ვიტყვით რომ ესენი არიან ის ქვეყნები რომლებიც ლიდერ როლს თამაშობენ ევროკავშირში ხო ესეა აი როგორ ფიქრობთ შეიძლება ამან ახალი ტალღა გამოიწვიოს დასავლეთიდან რაც გვინახავს ჩვენ კრიტიკული განცხადებები რეზოლუციები უსამართლო რეზოლუციები სადაც მიხეილ სააკაშვილი და კეზერაშვილიც კი იყვნენ პოლიტპატიმრად მოხსენიებული თუ მაინც ამ სურათიდან გამომდინარე რაც ახლა დღეს გვაქვს როდესაც მხოლოდ მაგალითად ლატვიას მოლდოვას და თუ არ ვცდები რუმინეთს აქვს გაკეთებული ამ და ნორვეგიას თუ არ ვცდები აქვს გაკეთებული ამ თემაზე განცხადება შეიძლება სხვანაირად ვივარაუდოთ მოვლენების განვითარება დასავლეთიდან ხო ხა თქვენ აბსურდის თეატრი ჩამოთვალეთ იქ დაგვაუწყდება ერთ-ერთი რეზოლუცია სადაც ქალბატონი ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად ხავთ მოხსენებული და უამრავი ასეთი შემთხვევა არის სადაც ჩვეულებრივ აბსურდში იმყოფებიან თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ მოლოდინი გვაქვს რომ უფრო საღად შეხედავენ სიტუაციას იქიდან გამომდინარე რომ კონკრეტული ევრობიუროკრატების ინტერესში შედიოდა რა თქმა უნდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა თქვენ კარგად გახსოვთ წინა არჩევნები როდესაც ფაქტობრივად მათ ჩაუტარეს თლიანად წინასაარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას შემდეგ პოსტსაარჩევნო პერიოდი როდესაც დელეგაციებზე აგზავნიდნენ ის რომ ეუთოოდირის ანგარიში რაზეც თვითონ ევრობიუროკრატები საუბრობდნენ რომ მათთვის თავარი დასაყრდენი იქნებოდა შემდეგ გახსოვთ როგორი შეტევა წავიდა ეუთოოდირზე რომ რაღაცა კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ და ასე შემდეგ ეს იყო ბოლო გაფართხალება ესე რომ ვთქვათ უკაცრავად უხეში სიტყვებისთვის და ისინი დარწმუნდნენ რომ ვერც ლეგიტიმური გზით ანუ არჩევნების გზით ქართულ ოცნებას ვერ ანაცვლებენ და დარწმუნდნენ იმაში რომ ვერც არეულობის გზით ქართულ ოცნებას ვერ ჩაანაცვლებენ თუმცა კაია კალასის და მარტაკოსის განცხადება ამაზე ეს უფრო მათი განცხადება უფრო მოდით ესე ვიტყოდი სიტუაციიდან თავის არიდებას უფრო ემსახურებოდა და გეტყვით კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში როდესაც თვითონ ევროკომისიის პრეს-სპიკერმა კონკრეტულად ამაციამდე 2 დღით ადრე თუ არ ვცდები პირდაპირ მხარდამჭერა გამოუცხადა დამხობის აქციას შესაბამისად ახლა ისინი შეესადენ ამ განცხადებით უკვე რაღაცა ასე ვთქვათ ორივე მხარეს წისქვილზე დაესხა წყალი და იქ რაღაცა ძალადობას ორივე მხარეს მოხდა და ასე შემდეგ უფრო ამ ვითარების განმუხტვის განცხადება ანუ სახის შენარჩუნება შეიძლება ასე ითქვას კი სახის შენარჩუნებას და ვითომ რაღაცა სიტუაციიდან გამოწრომა იქიდან გამომდინარე რომ ეხლა მათი წარმომადგენელი არის ევროკომისიის პრეს-სპიკერი ხო მაშინ უნდა გამიჯნოდნენ მის განცხადებას ამ პირდაპირ ღიად გაეკრიტიკებინათ რომ ჩვენ ვემიჯნებით იმ მოწოდებას რომელიც იყო პირდაპირ მოწოდება იყო რომ მხარს უჭერთო დამხობის აქციას ხო ესე იგივე ხაზი შეიძლება ვივარაუდოთ ჰერჩინსკიზეც რომელიც ეხლა დღეს გამოვიდა მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროდან და თქვა რომ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაგვაცნო ყველაფერი მაგრამ ევროკომისიამ თავისი აზრით დააფიქსირა და ამას ვეღარაფერს ვეღარ დავაბატებ ხო და მე და ჩვენ ბრავის ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ უფრო საღად შეხედავენ სიტუაციას იქიდან გამომდინარე რომ საქართველოსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენი მოქალაქეების ასე ვთქვათ განწყობასთან დაკავშირებით ნუ პულსზე ხელი არ უდევთ ეგ არის ფაქტი ხომ და ისინი შემოიფარგლებიან ისეთი ტიპის ინფორმაციით და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნას რასაც კონკრეტული მდიდარი NGO-ები და მათი აგენტურა საქართველოსდან აწვდის რომელიც სუბიექტურია იქიდან გამომდინარე რომ რა თქმა უნდა ობიექტური რომ იყოს რაღაცა ტიპის დაფინანსებები შეუწყდებათ მე ამ NGO ორგანიზაციებს და ამ რადიკალურ ძალებს ხო შესაბამისად ისინი უკვე ფიქრობ რომ უფრო საღად შეხედავენ და გაანალიზებენ სიტუაციას ნახავენ რომ მიუხედავად მათი ესეთი ზეწოლისა მათი ესეთი
შანტაჟისა, ხომ? ქართული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ხარდაჭერა ქართულ ოცნებას, ხომ? ხედავენ რომ მიუხედავად ესეთი მცდელობებისა და დაფინანსებისა, რადიკალიზმის და რადიკალიზმის წახალისებისა, არაფერი არ გამოდის არც ქუჩაში. მათ კარგად ჩემი აზრით გაიაზრეს ის გაკვეთილი თავიანთი შეცდომის ფონზე მოხდა ეს ყველაფერი, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას დაავალეს პირდაპირ რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში და ქუჩაში დატოვეს ოპოზიცია და თვითონვე გაიაზრეს რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო ხო თავიანთი მხრიდან. შესაბამისად მე მგონია რომ სწორდასკვნებს გააკეთებენ და მიხვდებიან იმას რომ ეხლა საქართველოს ევროკავშირს სჭირდება არანაკლებ ვიდრე საქართველოს სჭირდება მეგობრობა ევროკავშირთან ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და შესაბამისად ადრე თუ გვიან გაიაზრებენ რომ ქართული ოცნება არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება შესაბამისად უნდა დასხდნენ და უკვე ჩვენ უნდა გვესაუბრონ ობიექტური მოცემულობებიდან გამომდინარე და აქაც ჩვენ მსმენელს შევახსენებთ თუ რაოდენ ასე ვთქვათ აცდენილი არის რეალობას აი მაგალითად ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი როდესაც შავი ზღვის ასე ვთქვათ რეგიონის ფარგლებში საუბრობდა შუა კორიდორზე და საქართველოს არ ახსენა ხო ბატონმა ალიევმა უსაყვედურა ძალიან სერიოზულად რომ საქართველოს გამოტოვა შემდეგ ქალბატონი მარტა კორსი სტუმრობდა კავკასიის ქვეყნებს და იქ საქართველოს გამოტოვა შუა აზიის ქვეყნები იყო და ნუ საქართველოს გამოტოვეს ხო შესაბამისად აქ ყველა ხედავს რომ ეს არის რაღაცა მტრული დამოკიდებულება ხელოვნურად შექმნილი მტრული დამოკიდებულება და ჩვენ ფიქრობთ რომ ისინი კარგად გადაანალიზებენ ამ პროექტს და ირაკლი კირცხალიას დღევანდელი განცხადება რამდენად ეხმარება თამაში აი დღეს მან განაცხადა მიმართვა გააცნო ესე ვთქვათ მოქალაქეებს სადაც იყო ნათქვამი რომ ეს თვით მოქალაქეებს რომელსაც შეიძლება ქონდათ სურვილი რომ რიგი ელჩები გააძევონ ქვეყნიდან მაგრამ ამას არ გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმიტომ რომ სამხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩებიან ანუ ეს შეიძლება რომ დასკვნების გაკეთების საშუალებად მიეცეს ამ ელჩებს ნუ გასაგებია რომ ელჩებსაც გულისხმობთ ეს განცხადება მაგრამ თუ პირიქით შანტაჟად შეიძლება აღიქვა აი რის საშუალებას იძლევა ეს უფრო მოდი ესე ვთქვათ დამოხმარებისთვის გაკეთებული ბრიფინგი. ხო, მაგრამ ამას ელჩები ხო ისმენენ, ხო? ელჩებმა ისედაც ძალიან კარგად იციან მათი, ასე ვთქვათ, დანაშაულიც, ისიც კარგად იციან თუ რა დროს გადიან ვენის კონვენციის კონვენციით დადგენილი ფარგლებიდან და ასე შემდეგ. ეს პროში დამოხმარებისთვის არის ჩვენივე ამომრჩევლისთვის, ვინაიდან ძალიან ბევრი საყვედურობს, მე პირადად ჩემი გარემოცვიდან ძალიან ბევრი საყვედურობს, რომელიც ქართული ოცნების გულშემატკივარია. რომ რატომ არ ვდგავთ რადიკალურ ნაბიჯებს და მაგალითად ბატონი ჰერჩინსკი, ბატონი გერმანიის ელჩი და ასე შემდეგ რა ფიშერი რატომ არ არიან გაძევებული საქართველოსთან, როდესაც ისინი ესე უხეშად ერევიან ჩვენში და საქმეებში და აძლევენ თავს ძალიან ბევრის უფლებას, რისი უფლებაც ელჩმა თავის თავს არ უნდა მიცეს. ხო ძალიან ბევრი მსაყვედურობს მე ჩემი პირადი გარემოცვიდანაც და ეს უფრო ჩვენი მოქალაქეებისთვის გაკეთებული ბრიფინგი იყო, რომ კარგად აუხსნათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს სტრატეგიული მოთმინების რეჟიმი, ვინაიდან ჩვენ ამ ქვეყნებთან, რომლებსაც ეს ელჩები წარმოადგენენ, ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს და ეს მეგობრობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ელჩები მიდიან და მოდიან, ბიუროკრატები მიდიან და მოდიან და მუდმივ ეს არაფერი არ არის და რა თქმა უნდა ევროპაშიც მოვა ისეთი დრო, როდესაც საღი აზრი გაიმარჯვებს, მაგალითად როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა იქაც ბიუროკრატები შეიცვლებიან და ძალიან ისეთ პოზიტიურ ტენდენციებს ხედავთ ბოლო დროინდელი არჩევნებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და სანამ Deep States ესე ღრმადა აქვს ფესვები გადმული ევროპაში ხომ სულ რო ვიღაცა ელჩი გააძევო მაინც ისეთ ელჩს დაგინიშნავენ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ასე ვთქვათ გავლენებიდან გამომდინარე რომელიც ზუსტად ანალოგიურ ხაზს გაატარებს შესაბამისად ერთის მხრივ აზრის არ აქვს ამ ყველაფერს და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა იმ ქვეყნის მოქალაქეებს არ უნდა დაანახო რომ შე რაღაცა რადიკალურ ნაბიჯს დგავ როდესაც შენ გრძელვადიანი პარტნიორობა გაქვს გათვალისწინებული კონკრეტულად რომელიღაცა ქვეყნასთან და შესაბამისად ხალხებს შორის მეგობრობა სხვანაირად უნდა დაამტკიცოს შემთხვევით არ ჩამოთვალის 4 ქვეყანა რომელმაც განცხადება გააკეთა თვითმმართველობის არჩევნებზე ანუ როგორც წესი ასეთ ელემენტარულ საკითხებს რომელიც შეიძლება საგარეო მიმართულებით არ იმსახურებდეს ყურადღებას ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ იქ დაირაზმებიან ხოლმე ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ერთმანეთს მიყოლებით აი დემონსტრაციულად აკეთებენ განცხადებებს ხო ჩვენ დემარშებიც გვინახავს 27 სახელმწიფოს ელჩის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და განცხადებები იგივე გამჭვირვალობის კანონზე თბილისში მიმდინარე აქციებზე ანუ რამდენ მოვლენაზეც გვინდა შეგვიძლია უხვად შემიძლია ჩამოვთვალო ეს განცხადებები და ერთიანი შეფასებები. ეხლა ამ არჩევნების შემდეგ
კიდევ ერთხელ ვიტყვი, მხოლოდ 4 სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოვისმენთ და 1 მარტა კოსის და კაია კალასის. არის ეს შემთხვევით, როდესაც სხვა წევრი სახელმწიფოები, რომლებიც უფრო ლიდერ ფუნქციას ასრულებენ, იგივე გერმანია სხვათა შორის, ან საფრანგეთი, იტალია და ასე შემდეგ, ამ თემაზე არ აფიქსირებენ თავის მოსაზრებას, ანუ არ აკეთებენ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებია და ეს ვივარაუდოთ რაღაც დადებით სიგნალად მომავალში? ევროკავშირთან გადატვირთვის თვალსაზრისით. მე ზუსტად მაგიტომ დავიწყე შესავალი ნაწილი, რომ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ობიექტურად და საღად დაიწყებენ სიტუაციის შეფასებას, ვინაიდან მათი ასეთი ჩართულობის მიუხედავად ვერც ლეგიტიმური გზით ვერ ჩაგვანაცვლეს და ვერც არალეგიტიმური გზით ვერ ჩაგვანაცვლეს, შესაბამისად მათ ინტერესებში შედის, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება, ვიდრე ვინაიდან შუა კორიდორში ჩვენ საკვანძო ადგილი გვიკავია და რა თქმა უნდა, ევროპას ჭირდება ეს მარშრუტი, ვინაიდან ეს მარშრუტი არის გაცილებით იაფიანი და გაცილებით სწრაფი მათთვის და რა თქმა უნდა, საქართველოსთან მეგობრობა მათთვის არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა უნდა შეეგუონ იმას, რომ აქ ვერ ეყოლებათ ვასალი და უნდა შეეგუონ იმას, რომ აქ ეყოლებათ პარტნიორი საქართველოს სახით და სანამ შესაძლებელი არის ის, რომ მოდი ესე ვთქვათ, ჭიდში ბოლო ტყვიაც კი დახარჯონ იმისთვის, რომ ვასალი ყავდეთ ვიდრე პარტნიორი, ხა იქით ამ ხრიდან რო შეხედო სიტუაციას, რა თქმა უნდა, ყოველთვის გირჩევნია, რომ მორჩილი ხელისუფლება ყავდეს, ვისაც თითის დატკაცუნებაზე, რასაც ეტყვი, იმას გააკეთებინებ, ხო, მაგრამ ეს ბოლო ტყვიაც ჭიდში უკვე აღარ რჩებათ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის რაღაცა ზღვარი, როდესაც უკვე ან საბოლოოდ ხიდებს წვა ურთიერთობაში, ან უკვე უნდა გადახედო შენ პოლიტიკას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი უკვე ამ ზღვარამდე არიან მისულები და შესაბამისად უკვე უნდა დაიწყოს ურთიერთობების გაჯასახება. კი ბატონო, ახლა მე დავუბრუნდეთ ისევ რევოლუციურ გეგმებს, რომელიც ჩავარდა 4 ოქტომბერს. მეხუთე მცდელობა იყო ეს, გუშინ პრემიერიც საუბრობდა ამის შესახებ. გაქვთ იმედი, რომ ეს ბოლო მცდელობა იყო, ასეთი რევოლუციური განწყობების და ზრახვების, თუ გაქვთ რა გაძლევთ ამ იმედის საფუძველს? არა, რა თქმა უნდა, ეხლა ისეთ ოპონენტებთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომლებიც პირდაპირ მავნებელ ძალებს არ მოადგენენ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმისი იმედი, რომ ეს მათი მხრიდან ბოლო მცდელობა არის, მაგ ილუზიაში ნამდვილად არ ვცხოვრობთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა კიდე ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ახალი სქემა, რითიც ისინი გვერდს უვლიან ამ გამჭვირვალობის კანონს და მაგალითად ქალბატონი გიული ალასანიას უნივერსიტეტის მეშვეობით გადამზადება ხდება რადიკალური ჯგუფები, სადაც მაგალითად რაღაცა სკოლის ბავშვებს ასწავლიან, რომ ტერორიზმი არ არის დანაშაული და ეს შეიძლება რაღაცა თავისუფლებისთვის ბრძოლას ნიშნავდეს და ასე შემდეგ. ეს ძალები არ ისვენებენ, თუმცა ჩვენი მხრიდან ხვდებათ ძალიან მტკიცე პასუხი ყოველ შემთხვევაზე და შესაბამისად ეხლა რაც მით უმეტეს ბატონი მდინარეძე გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, კიდევ უფრო გააქტიურდება მუშაობა ამ მიმართულებით. ეხლა მამუკა მდინარეძეზე ბევრს არ ვისაუბრებ, ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ნებისმიერი ქვეყანა ისურვებდა, რომ თავის ქვეყნის უსაფრთხოება ესეთი მაღალი პროფესიონალის ხელში იყოს და შესაბამისად აბსოლუტურად ყველა სქემა იქნება გაშიფრული და ყველანაირ არალეგალურ, ასე ვთქვათ, დაფინანსებას, რა თქმა უნდა, გადაუკეტავთ, სადაც ისინი კანონის ფარგლებს გარეთ გადიან ირიბათ, ესე რომ ვთქვათ, და ცდებიანი გრანტების კანონი გვაქვს მიღებული, ფარა გვაქვს მიღებული, გამჭვირვალობის კანონი გვაქვს მიღებული, ეს ყველა თემაც იდენტიფიცირებული იქნება და მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, შეეზღუდებათ მათ ფულთან წვდომა ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის მავნებლური საქმიანობა. ასევე თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში. თემა არის საინტერესო. ეხლა რა ეტაპს, როგორ წარმოგიდგენიათ ამ სარჩელის აღსრულება, განსაკუთრებით ალბათ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ უფრო საინტერესოა, როგორ ხედავთ ამის განვითარებას? რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს, ვინაიდან ეს სარჩელი არ ეხება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არის აღწერილი ყველა ანტიკონსტიტუციური ქმედება, რომელიც 2012 წლის მერეც განხორციელდა მათი სატელიტი პარტიების მეშვეობით. შესაბამისად, მე რა თქმა უნდა, ხა მოვლენებს წინ ვერ გავასწრებ და სასამართლოს მაგივრად ვერ ვისაუბრებ, თუმცა მოლოდინი
მაქვს მეც და ჩემ თანაგუნდელებსაც რომ ობიექტური იქნება განაჩენი და შესაბამისად ჩვენ მთლიანად გავასუფთავებთ პოლიტიკური ველიდან ესეთ მავნებელ პარტიებს და რა თქმა უნდა ეს უკვე შესაძლებლობას მიცემს უკვე ახალ ძალებს, ახალ გაზრდებს რომ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. იქიდან გამომდინარე რომ მე ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან მქონია საუბარი და ისეთ ახალგაზრდებთან რომელთანაც პოლემიკაში შევსულ ვარ, რაღაცა საკითხები დაუყენებიათ, რაშიც ისინი არიან მართლები, თუმცა ჩვენ საგარეო კურსს ეთანხმებიან, მაგრამ შიდა საქმეებში ბევრი სწორი ხედვა აქვთ, რაზეც ასე ვთქვათ, მივანიშნეს რომ ეს ესე ჯობია და ყოველთვის კითხვას უსვავ ხოლმე რომ როდესაც ესე ჯანსაღად აზროვნებთ, რატომ არ შემოდიხართ პოლიტიკაში, ხო, რაღაცა დაიწყეთ რაღაცა მოძრაობით, გადაკეთეთ პარტია და ასე შემდეგ. პირდაპირ ამბობენ რომ კონკურენცია როგორ უნდა გაუწიოთ ოპოზიციურ ძალებს, როდესაც ძალიან ბევრი ფული აქვთ, ბევრი დაფინანსება აქვთ, ტელევიზიები არის მათი, არც ეთერს მოგცემენ, ასე შემდეგ, ხო? და როდესაც გასუფთავდება ესეთი მავნებლური ოპოზიციური რადიკალური ძალებისგან უკვე პოლიტიკური ველი, რა თქმა უნდა, ესეთ ახალგაზრდებს ექნებათ გაცილებით მეტი мотиваცია, რომ პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა და რეალურად ჯანსაღი ოპოზიცია გაჩნდეს საქართველოში. აი, სატელიტებია თქვით თქვენ, ვიცით რომ თქვენ მოიაზრებთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში ლელოსაც და გახარიასაც. გახარია თავიდანვე გაემიჯნა ამ პროცესს, ჯერ კიდევ როგორც კი გაკეთდა მშვიდობიანი დამხობის შესახებ განცხადებები, გახარიამ თქვა რომ ის არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, მისი პარტია არ დადგება 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე თუ რუსთაველის გამზირზე და მხოლოდ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ლელოს არ ქონია ესეთი განცხადება, ითქვა ის რომ დილით არჩევნების საღამოს აქცია, მაგრამ საღამოს გაიმიჯნენ ამ აქციაზე. ეხლა მე მაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ ამ პარტიების არსებობას და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას. მათ გადალახეს ბარიერი, ისინი თვითმმართველობის საკრებულოებში წარმოდგენილები იქნებიან, ანუ მათ აქვთ მანდატები და რაც შეეხება გახარიას, როგორც ისინი ამბობენ, არ გამორიცხავენ და ალბათ დიდი ალბათობით პარლამენტშიც შევლენ და დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილებს. ლელოს რომ არ ქონოდა, ესე ვთქვათ, გაუქმებული სიები და ჩახსნილი, ალბათ ისიც გააგრძელებდა, ჩემი აზრით, ეს ჩემი აზრია. აი, ამ პარტიებთან დაკავშირებით როგორ დამოკიდებულება უნდა გქონდეთ? ნახეთ, ეს პარტიები არიან, ჩვენ რატო ვეძახით კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ რო გადავხედოთ მით უმეტეს ბოლო 4 წელს ყველაზე რთული წლები რაც იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც პირდაპირ ომში გვითხრებდნენ, ხო? და როდესაც ზუსტად იმ დღეს შეიცვალა რიტორიკა ევრობიუროკრატების მხრიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო და ეს უსაფუძვლო, ასე ვთქვათ, შანტაჟის და ბრალდებების ნიაღვარი რომ წამოვიდა, ეს 4 პარტია მოქმედებდა ზუსტად ერთი და იგივე დღის წესრიგით, ერთი და იგივე message box-ით. გვიწყობდნენ ერთად აქციებს, რატომ არ ემიჯნებოდა მაშინ მაგალითად ბატონი გახარია, ან რატო არ გამოდიოდა და რატო არ ამბობდა რომ არ არის სწორი აქციის ჩატარება იმასთან დაკავშირებით, რომ მებრძოლი მოხალისეები უნდა გაუშვათ უკრაინაში საბრძოლველად, ხო, მაგალითად, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა რუსეთთან, ან რატო არ ემიჯნებოდა იმ პროცესს, როდესაც აქციას გვიწყობდნენ იმის გამო, რომ არ ვანგრევდით ჩვენ ეკონომიკას და სანქციებს არ უწესებდით რუსეთს და ასე შემდეგ, ხო? ზუსტად ერთ და იგივე დღის წესრიგით მოქმედებდნენ და ყოველთვის ვახსენებ ხოლმე ჩვენს მოქალაქეებს 18 ნოემბერი იყო 2024 წლის, როდესაც 4-ვე პარტიის ხელმოწერით, ამ 4 რადიკალური პარტიის ხელმოწერით წერილი გაიგზავნა ბრიუსელში, სადაც ისინი ფაქტობრივად იხვეწებოდნენ, რომ ბრიუსელს გაეწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა საქართველოსთან და მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის დასანქცირება და ასე შემდეგ. მათმა გარეო უფროსებმა 2024 წლის არჩევნების შემდეგ გადააფასეს სიტუაცია და მიხვდნენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას, იმ წარსულს ვერ ჩამორეცხავენ, ახალიც ვერ შეასაღეს, როგორც არანაცები ჩვენ საზოგადოებას და შესაბამისად ფსონი დადეს გახარიაზე და ლელოზე რომ რებრენდინგი გაეკეთებინათ ნაციონალური მოძრაობის და აქაც ნახეთ როგორ დივერსიფიცირებულად გააკეთეს გათვლა რომ ლელო უნდა ყოფილიყო უფრო რადიკალისტთან ასოცირებული იქიდან გამომდინარე რომ ნაციონალური მოძრაობის რადიკალური ასე ვთქვათ ხარდამჭერები არ დაკარგულიყვნენ ხოლო გახარია უფრო კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა წარმოეჩინათ მაგიტომ იყო ის რომ გაემიჯნა მაგალითად რაღაცა ამ აქციას და ასე შემდეგ მაგიტომ იყო რომ არ ჩახსნასია ან თქვენ აღჯერათ რომ მაგალითად იგივე გახარიამ სიტუაცია შეაფასა იგრძნო რომ აქედან არაფერი გამოვიდა როგორ უნდა დაიჯერო რამე გახარიასი როდესაც კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მენელს რომ ნიკა მელიას დაჭერის საქმე როდესაც იყო მან შეკრიბა უმრავლესობა და ყველას მოუწოდა რომ აუცილებელი იყო მანდატის შეჩერება და მელია უნდა დაკავებულიყო ხო მელიას დაკავებამდე იგი გადადგა ჯერ ამბობდა რომ გადავდექი იმიტომ რომ სიტუაცია იძაბებოდაო მე ამბობდა რომ გადავდექი იმიტომ რომ კობახიძესთან მქონდა დაძაბულობა მე ამბობდა გადავდექი იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ ხო ამბობდა 10 ეთერში ზედიზეთ რომ ვერ ერეოდა ჩემს საქმეებში მე თქვა რომ ბიძინა ივანიშვილი ერეოდა ჩემს საქმეებში
მე ამბობდა რომ გადავდექი, იმიტომ რომ მოუწია იმის აღიარება საგამოძიებო კომისიაზე, რომ ელჩებთან გავიარე კონსულტაციაო და სხვა შორის ეხლა ამომიგდო რაღაცა ვიდეო მოსახლეობასთან აქ შეხვედრა და პირდაპირ ესეუბრება რომ ალბათ კითხვები არსებობს, მე რატო გადავდექიო, იმიტომ გადავდექიო, რომ რაღაც საარჩევნო პროგრამა რაც ქონდა დაწერილი არ სრულდებოდაო. ნუ ცირკია, ხო, ჩვეულებრივი, ანუ ეხლა როგორ შეიძლება ამ ადამიანზე ვისაუბროთ რამე სერიოზულ ჭრილში, ხო? ყოველი ფეხის ნაბიჯზე იტყუება ადამიანი, რომელსაც 20 ჯერ აქვს პირდაპირ ეთერში ნათქვამი, რომ რეზინის ტყუებზე ბრძანება მან გაცა და საგამოძიებო კომისიაზე შეატრიალა თავისი პლასტინკა დაატრიალა უკაცრავი ჯარგონისთვის და პოლიციელებმა თვითნებურად იმოქმედესო, ხო? ნუ უამრავი ტყუილი შემილია ამ ადამიანის ჩამოთვალო, ხო? ანუ ვერანაირ სერიოზულ ასე ვთქვათ შეფასებას ვერ მიცემ ბატონ გახარიას და ეხაც გაქცეულია პარტია მიატოვა ბატონი მიხეილ დაუშვილი, რომელიც ესეთი ერთგული თანამშრომელი და პარტიის წევრი იყო, სიაში რო არჩევსო, როდესაც შეკითხვა დაუსვა ჟურნალისტებმა, გამომრჩავა ესეთი დამოკიდებულება გუნდელების მიმართ. დღეს რომ პარტია დატოვეს აკუბარდიამ და ასე შემდეგ, იმაზე ამბობენ, რომ ესენი მოკლევადიანი პროექტები იყვნენ. ანუ ადამიანი, რომელიც თავის თანაგუნდელებს ესე უყურებს და არაფრად არ აგდებს, ნუ იმ ადამიანზე ხა ის ქვეყანას როგორ შეხედავს, ხო წარმოგიდგენია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გახარია არის. ეხლა რამდენი ვერსიაც მე ჩამოვთვალეთ, გახარიას მხრიდან გაჟღერებული, ხო? მე ხმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი გადადგომის მიზეზი იყო ქალბატონ კენიდეგნთან შეხვედრა გადადგომამდე ერთი დღით ადრე. თან მან იმასაც ხაზი გაუსვა, რომ ქალბატონმა დეგნემ მითხრა, რომ კანონი უნდა აღსრულდესო და თქვენ კარგად გახსოვთ, ამერიკის საელჩოს განცხადება ზუსტად იმ დროს, როდესაც მოხდა მელიას დაკავება, ხო, როგორ დაგმეს ეს აქტი, ხო, მაგაც დისონანსი შემოდის და ურთიერთგამომრიცხავი არის. აქედან გამომდინარე, ბატონი გახარია არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ამ არაფორმალური გლობალური ძალების ოლიგარქიული მართლობის გლობალური ომის პარტია უწოდეთ, თუ გინდა deep state-ი უწოდეთ, როგორც ბატონი ტრამპი უწოდებს, ჩვეულებრივი აგენტი, რომელიც გადადგა, იმიტომ რომ ესეთი დავალება მიიღო და მაშინ თქვენ კარგად გახსოვთ, თუ რამხელა იყო გახარიას რეიტინგი და შესაბამისად ამ ნაბიჯით, ამ გარეძალებს ერთის მხრივ იმედი ჰქონდათ, რომ პარტია ჩამოიშლებოდა. კი, მაგრამ მათ აქვთ მანდატები საკრებულოში და პარლამენტში, ამას რა ეშველება? ვაი, მაგ მანდატების რაოდენობას საკრებულოში და მანდატების რაოდენობაც აქვთ. ეხლა პარლამენტში შემოვლენ თუ არ შემოვიდნენ, არც არაფერი არ დაგვაკლდება, თუ შემოვლენ, არც არაფერი არ მოგვემატება. და ავიცი ნახოთ კი ბატონო ესეთი გადაწყვეტილება მიიღო. კი ბატონო, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, დავალოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ სარჩელის და შემდეგ განვითარებას. მადლობ ლევან მაჭავარიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით და ერთ კვირაში ზუსტად ამავე დროს ამავე არხზე შევხვდებით ერთმანეთს დროებით.